ბატონ ნოდარებანოიძე. ესე იგი, ერთი რამ ცხადია, მე და ბატონი ნუგზარის სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ აშკარად. ესე იგი, არსებული მიკროეკონომიკური ტენდენციების, კერძოდ კი საგარეო და ნაწილობრივ საშინაო ფაქტორების გავლენით, გაზრდილი კურსის გაუფასეურებისა და ინფლაციური რისკების ზრდის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცების შესახებ და რეფინანსების განაკვეთის 4-დან 4.5%-მდე გაზრდა და ბუნებრივია ამის პარალელურად სწორი კოორდინაციის მიზნით აქტუალური გახდა მთავრობის ფისკალური პოლიტიკის გადახედვის საკითხი და სწორედ დისკუსიის მთავარ ასპექტად იქცა ფისკალური პოლიტიკის მოსავლებელი მიმართულება, ასევე სტრუქტურული რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გახორციელდეს. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა მიზნად ისახავდა პარლამენტს მოესმინა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხედვა არსებული გამოწვევების დასაძლევად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ასევე ერთობლივად გვემსჯელა უახლოეს პერიოდში ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მოსალოდნელი მიმართულებების, ასევე მთავრობის მიერ გაცხადებული ფისკალური ცვლილებების მასშტაბისა და კომპოზიციის და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის შესახებ, რათა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უზრუნველყოს ოპტიმალური ბალანსი არსებული ინფლაციური რისკების შემცირებისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელებით ჩვენ მოვახერხებთ არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევას. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი დღე ნორმალურად გამოვიდა, ისე როგორც უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა. დილით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ შოუს აწყობენო ოპონენტებმა თქვენსო თქვენო. ეს თუ შოუა ახლა დღევანდელი დღე და მაშინ საკომიტეტო მოსმენა რა? თქვა მაშინ ასობითი კამათი რა და ზოგადად რა რისთვის არის პარლამენტი თუ დღევანდელ დღეს ჩვენ თქვა შოუს დავარქმევდი. ნამდვილად არაა ცუდი ვნახეთ, როცა კამათობთ და ეს კამათი ზოგიერთი გამონაკლისის გარდა დადებითად აისახება ფიქრობ პრობლემების გადაჭრის მიმართულებით და მომავალშიც მე ვფიქრობ, რომ სწორედ არსებითად ასეთი ფორმატებით, კიდევ უკეთესი ფორმატებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ურთიერთოპონირება და სწორედ ამისათვის ვთხოვდი ხოლმე ჩემს ოპონენტებს ბატონ ლევან, მაგალითად თქვენს დაგიმოწვევთ ძალიან ხშირად, რომ იქნებ მოხვიდეთ კომიტეტებზე, იქნებ ამ საკითხზე თქვენ იქნებ შეგვისწოროთ და ჩვენ ეს ვიღებდით ხოლმე ცარიელ დარბაზს და მხოლოდ ასეთ დღეს თქვათ თქვენს მოსვლა ძალიან კარგია, დღეს დავუყაროთ საფუძველი, რომ ჩვენ ამ რეჟიმში გადავალთ. სხვადასხვა დღეს არავინ არ ახსენდა სავალუტო ფონდის რაპორტი, რომლის ყველა აბზაცში წერია, რაოდენ მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორის გავლენა არსებულ მდგომარეობაზე. ოპონენტებმა ყველა აბზაცში წერია, იქ წერია შეიძლება სხვა რამის, ყველა აბზაცში წერია, რომ საგარეო ფაქტორის გავლენა ეს არის უმნიშვნელოვანესი და დღეს ჩვენ ლაპარაკობთ. სწორედ არც თუ გადავსვით თავისთავად ჩვენ ვერ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ სხვადასხვა ბატონი ნუგზარი ამბობდა 5%-იან ზრდათან. სხვადასხვა ახლდა ბიუჯეტი რო შემოიტანა მთავრობამ ფინანსთა მინისტრის სახით, მას ახლდა აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის მოხსენებები. არცეთ მათგანს ეჭვი არ გამოუთქვია 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით. ეს იყო მაშინ და კარგი იყო რომ ესეც გეხსენებინათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით არ გადაგვეტანა ჩვენი ღონისძიებები. ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის არგუმენტები არსებული მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, კონკრეტული და არა ზოგადი და თავისი კონკრეტული ღონისძიებების ჩვენებით დამეთანხმებით, რომ რეალობა საცილებული არ იყო, ვფიქრობ, რომ ამ გარემოებიდან გამომდინარე ოპონენტები უკმაყოფილონი არ უნდა იყოს თვითონ, რომ მდგომარეობა კარგი მიმართულების ხელსვა, ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო ინტერესია ყოველ შემთხვევაში უნდა ვიყოთ. ჩვენ გუშინ ეხილეთ საქსტატის ინფორმაციას, შესაბამისად ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ესე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დასთან დაკავშირებით კარგია. ვფიქრობ, რომ სხვა ფაქტორებმა უარყოფითად ესე იგი თუ ყველა ფაქტორი ეს დადებითად თქვათ გააკეთებს გავლენას მდგომარეობის გამოსავალი ბუნებრივია ეს არის. მე ძალიან წლება გული ქილიკზე ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით. როდესაც მთელი წლის განმავლობაში სწორედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე თქვენ აგოპონირებდით, ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწორადაც დღეს ახლა აღმოჩნდა, რომ ეს არის საქილიკო და სადინსპექციო საშუალებამდე დავედით. იარის მოჩენისათვის საჭირო არა მარტო ძვირადღირებული ანტიბიოტიკი, არამედ საჭიროა შესახვევი მასალა ბინტი და ბამბაც და ყველაფერი ერთობლივად შველის იარას. ამიტომ ქილიკი არ უნდა მე ძალიან გამიკვირდა ქალბატონი ხათუნასგან არ იყო ესა. ეხლა სხვადასხვა ის რომ რა დოზით იყო ფინანსთა სამინისტროს წვლილი, რომ ლარის გაუფასო დაკავშირებით. ხო მთელი პერიოდის განმავლობაში ტრიალებდა ეს თემა. ხომ კარგად იცით, რომ ეს წვლილი იყო ძალიან
თუ იყო ძალიან ცოტა. ამიტომ რატო ვაკეთებდით ამაზე? ოპონირება ხო არ ნიშნავს, რომ საქმე გავაფუჭოთ ერთად. არსზე უნდა ვილაპარაკოთ. სხვათა შორის EBRD ახსენეთ ლევან. აგერ თინიკოს დავითანხმებ. 2000-ში შემოვლით რკინიგზას ახსენეთ. EBRD იყო იქ ინვესტორი. 200 მილიონი და ისთვის გავიდა, იცით? იმიტომ გავიდა, რომ ადამიანებს ქონება წაართვით და EBRD-მა თავის სოციალური დოკუმენტის გამო 200 მილიონი წაიღო. იმიტომ წავიდა EBRD. ჩვენ შევხვდით გაბადონ თინიკოსთან ერთად, მეც ვიყავი ამ შეხვედრაზე. როგორი გაოცებულები იყვნენ მათი ექსპერტები, ადამიანებს ფული მიუყარეთ. სხვა შორის იმის საქმეა სამხარაულის ექსპერტის ბიუროს ფული მიუყარეთ, ხურდა ფული. და ამის გამო წავიდა EBRD და არა იმის გამო, რომ ხო და ამის გამო მე მინდა ერთი რამ გთხოვოთ რა. ამ მდგომარეობას სჭირდება სერიოზული ერთობლივი ღონისძიება. ჩვენი ყველას ერთად. მთავრობას უნდა ქონდეს საშუალება, რომ იმ გარემოში, რა გარემოშიც ყველა ნორმალური ადამიანები პრობლემებს ძლევენ, უნდა მივცეთ საშუალება ყველამ ერთმანეთს, რომ გამოვიდეთ ეს მდგომარეობა, რომელიც დიდი გამოწვევაა, ეს წელი რთული წელია და ვფიქრობ, რომ ეს წელი გავიაროთ მშვიდობიანად, ესად მშვიდობიანობა ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ხო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შიგა ფაქტორები, რომ ნორმალურად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე პრინციპში მინდა თქვა, ჩემი სიტყვის დასასრულს, მე დღევანდელი დღის კიდევ შეიძლება ამ მოწვევის პარლამენტში დღეს საფუძველი შეეყარა გარკვეულად საკომიტეტო კამათებს, საკომიტეტო მოსვენებს და ძალიან გთხოვთ გავაგრძელოთ ეს, გავაგრძელოთ ქუთაისშიც, გავაგრძელოთ თბილისშიც და ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება. სხვადასხვა და ის წამოსულიყავ თუ არ ვიცი ბატონი გიას შესაბამისი რამოდენიმე ჯერ შეკითხვების მე დავწმუნდი რომ ტყილა უნდა წავსულიყავი და იმ დროს მე აქ გამოვიყენებ აქ ვიმუშავებ ადგილზე. მადლობთ. ბატონი სერგო რატიანი მოემზადება თემური